გამარჯობა. ვიდეოს გადაღება გადაწყვეტა, იმიტომ რომ რადგან ხა ივლისი არის, ივნისი, მალე აბიტურიენტები დაწalen გამოცდებს და მოუწევთ რომ აირჩიონ ფაკულტეტი, საგანი, რაზონო ჩააბარონ. ხოდა მედია ეს ვიდეო გამოგადგებოთ. პირველი, მე როგორ ჩავაბარე და რატომ? როგორც ყველა სამ ქვეყანაში. მე 12 კლასში რო ვიყავი, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში უნდა ჩამბარებინა და რომელიღაც ფაკულტეტი ნამერჩია. ამიტომ მე რამდენიმე ფაკულტეტს შორის განვიხილავდი, მაგალითად საერთაშორისო ურთიერთობები მქონდა, კიდევ ფსიქოლოგია და ასე შემდეგ აღარ მახსოვს. და რო ჩამოვწერე, იქიდან მე გადაწყვეტე რომ ფსიქოლოგია ამერჩია, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად შორს, ასე ვთქვათ, ეგ იყო იმასთან, რაც მაინტერესებდა და მე რეალურად ყველაზე მეტად მაინტერესებს ხელოვნება, ლიტერატურა, ეგეთი რაღაცები. ხო და გადაწყვეტე ჩავაბარებინო ფსიქოლოგიაზე. როგორი საგნები ისწავლება? პირველ კურსზე რომ ჩავაბარებთ ესეურში ფსიქოლოგიაზე, პირველი უნდა გაიარო კვლევის მეთოდები, სტატისტიკა, ფსიქოლოგიის საფუძვლები და ეგენი არის ის მთავარი საგნები, რომელიც საჭიროა რომ რაღაც საფუძველი შეიქმნა ფსიქოლოგიის შესახებ. ყველას გონია რომ ფსიქოლოგიაზე რო აბარებს, რომ მათემატიკა საერთოდ არ სჭირდებათ, მაგრამ რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი მათემატიკაა, რათა რაღაც კავშირები დაინახონ სხვადასხვა ცვლადებს შორის, რომ ფსიქოლოგიის საფუძვლები ძალიან საინტერესოა და გვასწავლიან ზიმბარდოს წიგნით, რომელიც არის განიხილავს ფსიქოლოგიის ყველა დისციპლინას ზედაპირულად, რომ ვიცოდეთ უბრალოდ თითოეული რას წარმოადგენს და რაზე არის. და მაგ წიგნით პირველ წელს გადიხარ ყველაფერს, რაც კი შეიძლება არსებობდეს ფსიქოლოგიაში, ზედაპირზე. კვლევის მეთოდებით ძალიან საინტერესო ლექცია, სემინარებია და ისწავლი თუ როგორ შეიძლება შეისწავლო, როგორც მკვლევარმა, იმიტომ რომ ფსიქოლოგები არიან მკვლევარები, არ არიან მხოლოდ თერაპევტები და კლინიკური ფსიქოლოგები, ისინი არიან მკვლევრები. ამიტომ შეისწავლი როგორ გაკეთო ჩაატარო ინტერვიუ, როგორ შეგიძლია შეადგინო ანკეტები და ასე შემდეგ. ბევრი რაღაც case study როგორ გაკეთო და ასე შემდეგ. მეორე კურსზე გადიხარ რაღაც საჯარო საგნებს. ანუ ეს საუბრობს სავალდებულო საგნებზე. თორე ცალკე არჩევითი საგნები ძალიან ბევრი არის. მეორე წელს გადიხარ ადამიანის განვითარების ფსიქოლოგიას, კოგნიტურ ფსიქოლოგიას, სოციალურ ფსიქოლოგიას, განათლების ფსიქოლოგიას და SPSS, რომელიც გასწავლის თუ როგორ დაამუშავა მონაცემთა ბაზები. იმის შემდეგ რაც ისწავლი კვლევის მეთოდებს და თუ როგორ შეიძლება გამოეკვლიო რაღაცები. მე მესამე წელს ყველაზე მთავარი საგნები იქნება, ანუ სავალდებულო საგნები, პიროვნების ფსიქოლოგია, ექსპერიმენტული ფსიქოლოგია და განწყობის ფსიქოლოგია. ზოგადად რო იცოდეთ, სავალდებულო საგნები არის ესენი. მაგის გარდა არჩევითი საგნები არის ძალიან ბევრი. არის პათოფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია, კულტურა და ფსიქოლოგია, ბულინგის ფსიქოლოგია, ლიდერობის ფსიქოლოგია, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო საგნები არის. ეხლა ყველას ვერ ჩამოვთვლი. მაგრამ თესეუს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის გვერდზე რო შეხვდეთ, იქ ყველა საგანი არის ჩამოთვლილი, განრიგი არის მოცემული და იქ არის ყველა საგანი ჩამოთვლილი და შეგიძლიათ წინასწარ ნახოთ. ხოლო მეოთხე წელს რაც შეეხება, მეოთხე წელს გიწევს საბაკალავრო კვლევის შედგენა. და პირველი კურსი ის შეიძლება რაღაც დიდი რამე იყოს, მაგრამ ანუ რთული, მაგრამ არ არის ეგეთი რთულიც. უფრო მეტად სასარგებლო და მნიშვნელოვანია მაგის გაკეთება, ვიდრე რთული არის. ამიტომ მაგისთვის პრობლემა არ იქნება და არ არის საჭირო რომ ვიღაცას შეეშინდეს. სასწავლო მასალა როგორია? სასწავლო მასალას რაც შეეხება, არის საგნები, სადაც არის მოცემული კონკრეტული წიგნი, არის საგნები, სადაც არის მხოლოდ რიდერები, ანუ სხვადასხვა PDF-ები და იქიდან უნდა ისწავლო. მასალები ანუ მარტივი არის, იმ მხრივ რომ ძალიან ბევრი არ არის, ასობით გვერდი არ არის. მაგრამ არც ძალიან ცოტა არ არის რა.
თუ გაინტერესებს ფსიქოლოგია და გინდა ყურადღებით წაიკითხო, ჩემი აზრით არ არის ეგრეთი რთული რომ ისწავლო. უბრალოდ არის ძალიან ბევრი თეორიები, სხვადასხვა ადამიანების სახელები და გიწევს რომ ეს თეორიები გაიაზრო, რომ შემდეგ სემინარებზე ლექტორთან ერთად განიხილო. ლექტორებს რაც შეეხება და სემინარებს, ძირითადად არის კითხვა-პასუხის რეჟიმი. ან ლექტორი იწყებს პასუხ-კითხვებს სვამს, ან სტუდენტები იწყებენ კითხვებით, ან არის გამოკითხვის პროცესი. ყველა ლექტორს აქვს თითქმის სხვადასხვანაირი დამოკიდებულება. არიან ლექტორები, რომლებიც არიან ძალიან ყურადღებიანი, არაფერს არ გაატარებენ და არიან ლექტორები, რომლებიც მარტივად თუ იცი, თუ ერთ წინადადებასაც აღმოთქვა მთელი 1 საათის განმავლობაში, ქულას დაგიწერენ. ხო და ეგ იმას გააჩნია თუ ვის აირჩევ და ვის არა. იმიტომ რომ ამ ფაკულტეტზე ადამიანებს თვითონ ანუ სტუდენტებს თვითონ შეუძლიათ თავიანთი განრიგი აერჩიონ, ანუ დროები აერჩიონ და ლექტორები აერჩიონ. და ყველაზე კარგი არის თუ პირველ კურსელები გაიკითხავენ ლექტორები, ვინ რაში როგორია, ან თვითონ თუ იციან როგორი, ასე ვთქვათ, მასწავლებლები და ლექტორები არის მათი განათლებისთვის ყველაზე კარგი, როგორ ადამიანებს ეწყობიან, თუ მაგას გაიკითხავენ, მერე სემინარის პერიოდი, ანუ ლექციის პერიოდები უფრო სასიამოვნო და ეფექტური იქნება მათთვის. ხო, განრიგზე კიდევ ის მინდა და მეთქვა, რომ თუ მუშაობ, ჩვეულებრივად შეგიძლია შეუწყო განრიგი შენ სამუშაო გრაფიკს, იმიტომ რომ ყველანაირად შეგიძლია აირჩიო ვიცნობ კურსელებს, რომლებიც მხოლოდ 2 დღე დადიან უნივერსიტეტში და დანარჩენი დღეები მუშაობენ. და აბსოლუტურად შესაძლებელია რომ იმუშაო სწავლასთან ერთად, თუ ეგრე ძალიან გინდა რომ იმუშაო თან. ან თუ გინდა რომ რაიმე სხვა აკეთო უნივერსიტეტთან ერთად. არ არის ისე რომ აი მთელი დღე უნივერსიტეტში გიწევდეს ყოფნა. შეგიძლია შენი განრიგი ისე დაალაგო რომ აი მაგალითად წინა სემესტრში მე ასე მქონდა რომ ყოველ დილას მქონდა 1 ლექცია მხოლოდ. აი მაგალითად თქვა 11-12 საათისკენ, შუა დღესკენ. და ყოველ დღე მქონდა ეს ჩემთვის უკეთესი იყო, იმიტომ რომ დილის ლექციის შემდეგ შემეძლო იმ ლექციის მასალა დამემუშავებინა. აი ბევრ ადამიანს მოსწონს, როდესაც ბევრი ლექცია აქვს ერთ დღეს მაგალითად. შეიძლება დამღლელი იყოს, მაგრამ ეფექტურიც არის იმ მხრივ თუ გინდა რომ არ იარო უნივერსიტეტში ყოველ დღე. ახლა თვითონ სტუდენტებს რაც შეეხებათ, აი ყველა არის ძალიან კეთილგანწყობილი, არ ვიცი. ეგ ჩემს კურსზე არის ეგრე. თუ რა არის, მაგრამ პირველ კურსზე რომ მივედი ძალიან, ასე ვთქვათ, პოზიტიური იყო ყველა და მარტივად გაიცნობდი, მარტივად შეხვდები კომუნიკაციაში, ყველა ცოტა რაღაც ინტერესი იყო განსჭვალული ყველაფრისადმი. თან პირველ კურსზე ისეთი ლექტორებიც შემხვდა და მირჩიეს, რომ უფრო გახალისეს ჩემთვის და საინტერესოეს რა სიტყვა არის ჩემთვის სემინარების პროცესი. და ამ მხრივ ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება სტუდენტურ ცხოვრებას, მესამე კორპუსში ტარდება ხოლმე ფსიქოლოგიის ლექცია სემინარები ძირითადად და ახლა ხანს გააკეთეს გარეთ ასე ვთქვათ, ანუ მწვანე სივრცე უფრო გაუმჯობესეს, შიგნით ბილდინგში სკამები და მეტი მაგიდები არის, ბიბლიოთეკაც კარგი არის, ძალიან ბევრი წიგნი არის და ყოველთვის სიჩუმეა და თუ მეცადინეობა გინდა სიჩუმეში, ჩვეულებრივ შეგიძლია მიხვიდე და დაждე შენი ლეპტოპით, ან წიგნი ითხოვე იქვე, ან თუ ამობეჭდვა გინდა რაღაც მასალის ამოაბეჭდინო და ეგ ძალიან კომფორტული არის. აი ხა სიმართლე რომ გითხრათ იმასთან დაკავშირებით თუ მე რა მომცა კონკრეტულად ამ ფაკულტეტმა, იქნებოდა ის რომ ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო ლექციებზე, სემინარებზე სხვადასხვა იდეების განხილვა. პირველ კურსზე ამას ძალიან მარტივად ვახერხებ. მეორე კურსზე ცოტა დაგვემთხვა მიტინგების პერიოდი, ამიტომ დიდად ვერ დავდიოდი ხოლმე ამ ლექციებზე, მაგრამ მესამე კურსზე უკვე ჩემი ასე ვთქვათ მსოფლო მხედველობა მთლიანად ამობრუნდა, იმიტომ რომ ვისწავლე ანუ მივხვდი რა სწავლობდი რეალურად, დავინახე რომ ეს არ არის მხოლოდ
რაღაც თეორიები, რომლებიც წიგნში წერია, რომ ეს არის რეალური მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის ფსიქიკას და ასე შემდეგ, ბევრ რამეს. და იცი, როგორც ყველგან ასევე აქაც არიან ლექტორები, რომლებიც არიან ძალიან მაგარი, მაგრამ არიან ლექტორები, რომლებიც მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც მოითხოვებათ ოფიციალურად და სხვას არაფერს. და მე დიდი მადლიერო იმ ლექტორების, რომლებიც ცდილობენ ყველანაირად მაქსიმალურად ჩაერთონ სტუდენტის განათლების პროცესში და ყურადღებიანები იყვნენ, იმიტომ რომ ზუსტად ეგეთი ლექტორების საშუალებით მოხდა ის, რომ ახლა ამ ვიდეოს წერ ახლა რომ ამდენ რაღაცაზე მაქვს, ასე ვთქვათ, წარმოდგენა. ახლა მე ვარ მესამე კურსზე და ზოგადად მაინც მესმის ახდება ფსიქოლოგიაში. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ დარგში, ანუ არც ერთში ძალიან არ ვარ შეხედული, ზოგადად ვფიქრობ, რომ მესმის რა ხდება, ვინ რას როდის აკეთებდა, რატომ, როგორ, რანაირად. კვლევასთან დაკავშირებით დავინახე, როგორ შეიძლება ჩაატარო კვლევები, ექსპერიმენტი და ასე შემდეგ და უფრო მკაფიო გახდა და გამჭვირვალე თუ რა არის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი რეალურად. და ეხლა ბოლოს პირველ კურსელებს რას ვურჩევდი? ხო, პირველ კურსელებს რასაც ვურჩევდი არის ის, რომ მეტი დრო დაუთმონ ლექციებზე და სემინარებზე მისვლას და სემინარებზე აქტიურობას. იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც ბევრს კითხულობენ და ბევრი იციან, მაგრამ არასოდეს არ გამოთქვამენ ამას და ეს კარგი არ არის. სემინარი იმისთვის ტარდება, რომ ლექტორმა გაიგოს, რომ ჩვენი მოსაზრებები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ ამას არავინ არ იცავს, თუ არავინ არ გამოთქვამს თავის აზრს, ან თუ შეგეშინდებათ შეცდომების, თუ შეგვეშინდება, მაშინ არავინ, ანუ საინტერესო არასოდეს არ იქნება და არასოდეს არ ვისწავლით არაფერს. ამიტომ ჩემი მოწოდება იქნება, რომ ნაკლებ გართობას ნაკლებად გაერთონ იმ მხრივ, რომ არ არის საჭირო ყოველდღე ფართიებზე სიარული, ასე ვთქვათ, როცა პირველ კურსელი ხარ და ჩემი აზრით უფრო უნდა ეცადო ჩაერთო უნივერსიტეტის სიტუაციაში, რა ხდება თვითმმართველობაში, რას აკეთებს თვითმმართველობა, რას აკეთებს სხვადასხვა ფაკულტეტის თვითმმართველობები, იმიტომ რომ ყველა ფაკულტეტს თითქმის სხვადასხვა კორპუსში აქვს ლექცია, სემინარები. კიდევ უნდა ჩაერთო სხვადასხვა აქტივობებში, არსებობს თესეუს მოლაშქრეთა კლუბი, ძალიან ბევრი სხვადასხვა კლუბი და აი თუ ასეთ რაღაცებში ჩაერთვით, უფრო ჩემი აზრით კარგი გამოცდილება იქნება უნივერსიტეტში ყოფნა. და ეს არის ეს ვიდეო, მადლობა ყურებისთვის და იმედია გამოადგება ვინმეს ეს ვიდეო და თუ რაღაც კითხვა არის, შეგიძლიათ მომწეროთ ან აქ და კომენტაროთ ან რაიმე მსგავსი. აბა კარგად.